მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ახლა გესაუბრებით ღვთაებრივ უპირობო სიყვარულსა და მის მნიშვნელობაზე ადამიანის ევოლუციურ პროცესში. ღვთაებრივი უპირობო სიყვარული ეს არის სამყაროს უმაღლესი ენერგია, რომელიც არ განიკითხავს, არ ელის არაფერს, არ ყიდულობს ერთგულებას და არ ეძებს ხილულ დასაბუთებას. ეს არის სუფთა, უსაზღვრო და მარადიული გრძნობა, რომელიც ყოველ სულიერ არსებაში ღრმად ბუდობს. ადამიანის, როგორც სულიერი არსების ევოლუცია, ღრმად არის დაკავშირებული ამ უპირობო სიყვარულის ცნობიერად გააზრებასთან და მის ცხოვრებისეულ პრაქტიკაში განხორციელებასთან. როდესაც ადამიანი იწყებს ამ ღვთაებრივი გრძნობის შემეცნებას, ის გადადის უფრო მაღალ ვიბრაციებზე და იწყებს შინაგანი გარდაქმნის პროცესს. რას ნიშნავს უპირობო სიყვარული? ეს ნიშნავს სიყვარულს ყოველგვარი მიზეზის გარეშე. სიყვარულს უბრალოდ იმიტომ, რომ არსებობ. გვიყვარს არა იმიტომ, რომ ვინმე გვესიმპათიურება, გვგავს ან გვაქცევს ყურადღებას. არამედ იმიტომ, რომ ისიც ისეთივე ღვთაებრივი არსებაა, როგორც ჩვენ თვითონ. უპირობო სიყვარული ანგრევს ეგოს ბარიერებს. ეგო გვასწავლის განკითხვას, გამოყოფას, დაპირისპირებას, მაგრამ ღვთაებრივი სიყვარული გვაერთიანებს, გვახსენებს ერთიანობის საერთო სათავეს. უპირობო სიყვარული მკურნალია ყველანაირი დაავადების. როდესაც ადამიანი ამ ვიბრაციაში შედის, იწყება მისი შინაგანი განკურნება. შიშები, წყენები, ტკივილები და ტრაუმები იწყებენ ტრანსფორმაციას. სული თავისუფლდება დესტრუქციული პროგრამებისგან და თანდათან სამყაროს სიყვარულის ღვთაებრივი სინათლის სხივად გარდაიქცევა. სულიერი ევოლუციის ძირითადი მამოძრავებელი ძალა სწორედ ეს ენერგიაა. არ არის საკმარისი მხოლოდ ცოდნის დაგროვება ან ტექნიკების შესწავლა. კაცის კროვნება მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი ხდება თავად სიყვარული. როცა ის აღარ ელის გრძნობების მიღებას, არამედ თვითონაა უპირობო სიყვარულის წყარო. ღმერთთან დაბრუნება ეს არ არის ადგილი. ეს არის მდგომარეობა, სადაც უპირობო სიყვარული არის საფუძველი ადამიანის ყოველი ფიქრის, სიტყვის, მოქმედებისა და ყოფის. ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ვიდეო და თუ საჭიროა ჩათვლით, გააზიაროთ კიდეც. დიდი მადლობა. გისურვებთ უპირობო სიყვარულით ცხოვრებას და უსაზღვრო ბედნიერებას.